საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. ხო და უკვე დღეს ცოტა ვილაპარაკეთ რომ მოდი ჩავწეროთ, ცოტა anxiety მქონდა, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე მავიწყდება რას ვაკეთებთ ხოლმე და მე რას მგონია რომ აი ხა ეს ეპიზოდი ცუდი გამოვა და მე მაგრამ მაგდენი ხალხიც არ გვისმენს რა ხა რომ მაგხელა სტეიკი კონდეს მაგრამ არა ეხა ცუდად გამოვიდა ესე იგი ვინც გვისმენს მაშინ იმათ ანუ კიდია რა კონტენტს ვაძლევთ არ არის ეგრე აი მაგაზე მინდა თქვა ხალხს რო არ ეგონოს რომ მე სხვაგან ამაქვს ყურადღება გადატანილი ეს ეკრანი აქეთ ამაქვს და აქ ვუყურებ და კამერა აქ არის ამ გულის ყურით გისმენ და თან გიყურებ ანუ რამე სხვაგან ვიყურები ანუ აქ რამეს ჩაგისვამ ძალიან კაია იმაზე thumbnail-ზე აქ რამე საინტერესოს ჩავსვამ არ ვიცი რას მაგრამ ხო იმიტომ რომ აქ რო კამერას რო ველაპარაკო მე რაღაც ერთ შენ ვერ გელაპარაკები და ანუ ეს და like ხო მაშინ იცი რა მე რო ვილაპარაკებ მანდი ყორო და შენ რო ვილაპარაკებ კამერას უყურე ოკეი და ნუ ისეთი გამოვა თან რაღაცა მოძრავი აი ხედავ რამ ხელა მრავალფეროვნებას თავაზობთ ყოველ ჯერზე ხალხს ხო და მოკლედ ძალიან ისე ვიყავი რა იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში ყველანი ამოვარდნილები ვართ ყველაფერიდან და დამავიწყდა საერთოდ რას ვაკეთებთ ხოლმე და როგორ მაგრამ მიუხედავად ამისა ჩანიშნებს მაინც ვაკეთებდი რების ის მინდოდა შენთან განხილვა მაინცა და იყო საინტერესო ეს იყოს ისა მე ვიღაცამაც გააზიარა აღარ მახსოვს რომ მაშინ როგორ ჩინეთში ღიპზე მაისურის აწევა ცალკე რაღაც ის არის მოვლენა ანუ ესე და თავის სახელი აქვს და პეკინური ბიკინი ხო და არ ვიცი რატომ არა შენ საოცრად მინდოდა ამასთან დაკავშირებით და ძალიან კარგი ფოტო ანუ ვიპოვე მე კიდე კარგი ფოტოებს და აქ ჩავრთავ ესე კროპტოპები ვთქვათ რა აწეული მაისურები და ესენი სოროჩები და მაგრამ ესეთი ძალიან დიდი ღრიბები არ აქვს ამ კონკრეტულ მასში თან მე მგონი ჩინელებს ღრიბიან ჩინელი გინახავს კი okay I was being racist მაგრამ ამერიკაში ბევრი ჩინელი გაყოლებან არ ნახე არა ჩვენთანაც ბევრი არიან მაგრამ არა მას სოციალიზაციას არ გავდივარ რომ მრავალფეროვნება იყოს ეგეთი და ღრიბიან ჩინელებიც საინტერესოა ანუ იმენა ბიძერი ღრიბიან ჩინელი კაცი არ ვიცი ხა მე ასე არ მახსოვს ზუსტად მაგრამ მინახავს overweight ჩინელებიც კი Okay, რაღაცნაირად არ რაღაც აზიელების კულტურაში აი ის ვარ Doctor Strange-ის პარტნიორი რო არის მაგის მაკაცი ხომ ეგ ჩინელია? I don't know შეიძლება არ არის ჩინელი მე მგონი unintentional racism და ამის მერე ჩავგუგლოთ აგადა ისე რა შეიძლება გავაფართოთ უფრო ბაღო ესენი მსმენელების ისა თუ გავრასისტებით მე მგონი უფრო პოპულარულია ხოლმე რაც უფრო bigotries ავწელებ მეტი ხალხი მიზანი არ ამართლებს საშუალებას კი ნამდვილი მგონი გვეყოფა საქართველოში რასისტული პოდკასტები ან ისეთი პოდკასტერები რომლებიც publicly რასისტები არ არიან მაგრამ რასისტები არიან კი მე კიდე ერთი ნიუსებში შევხვდა და ძალიან მომეწონა ეს ისა რა ქვია ნიუსებში კი არ შევხვდა ეხლა გამახსენდა იმას ჩემსაყვალ office ladies რო უსმენდი იქ იყო ამაზე ლაპარაკი და ძალიან გამისწორდა რომ ანუ ისეთივე ქაოს რაღაცებზე ლაპარაკობდნენ ჩიტ-ჩატის ის დაამატეს რა ოღონდ ჩვენგან გასხოვებთ 2 საათი კი ლაპარაკობდნენ სტუდიანი არის ხო და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ რომ ვიღაცა თანამშრომელს ვინც მუშაობს ამ premise ხაუცლებას მომოუყვა ამ პოდკასტზე ეს იყო ქონა კენჭი
იმაში, თირკმელში რა. ხო და მე მოკლედ ერთ-ერთმა ჰოსტმა ყვებოდა, რომ რაღაცები დაგუგლა თუ ეს შეისწავლა ეს თემა და კენჭის გამოდევნის არა სამედიცინო გზა, იცი რა არის? აი, მინდა რომ რაღაცნაირად იქნებ გამოიცნო. ქართული ის ხალხური ის მახსოვს რომ ცხენზე უნდა დაждე და ცხენიც იარო. მართლა რა კაია. ეგ არ მახსოვდა. არა, ეს აი ძალიან ამერიკული არის. ოკეი. და? გითხრა უკვე, კაი. უნდა გამოვიცნო. ხო, მეთქი. კიბეებზე სიარული ალბათ, არა. არა, ძალიან ამერიკული. როლერ კოუსტერზე უნდა დაჯდე. რა ქვია ქართულად როლერ კოუსტერს? მე მგონი ამერიკული მთები, ამერიკანსკი გორკი. ხო, და იქ რო ის ქვია და ამერიკაში რო პირიქით ქვია. მაგრამ მე მგონი ხიარული მთები, საიდან მოვიტანე, რაღაცას ერქვა? რომელიმე ატრაქციონს ერქვა ალბათ. შეიძლება. ჩელო ჰალუცინირებ, AI-ით გადავიქეცი ამ ბოლო რამდენი თვე არ ჩაგვიწერია 2, 1. არა, მე მგონი 1 ივლისში ჩავწერეთ მე მგონი. აი, ესეთი ნიუსები მოგიტანე. Okay. Very good. ძალიან მიხარია. შენი ნიუსები გითხარი ეხლა ამდენი ხანი რო არ გამოჩენე. ხო, ჩემი ნიუსები. Ring light-ი ვიყიდე იმისათვის რომ ჩემი სილამაზეთ ყველას თვალები დავუბრმავო. ჯერ კიდევ კოჭლი ვარ, მაგრამ პროგრესირებული კოჭლი ვარ. ამ ნაომარნა ოპერაციები მოტეხილი ფეხის დაბიჯება შემიძლია უბრალოდ სრულად ჯერჯერობით ვერ ვაბიჯებ. და ესე ძალიან აი ისე მატრიგერებს ყოველ ჯერზე ბებია ჩემი მახსენდება, რომელსაც ფეხით ყიოდა და ძალიან ეს არის, აი სულ წარმომიდგენია, რომ გვერდიდან ბებია ჩემს გავა, რომელიც იყო რა, რამდენიც იყო მაგ პერიოდში 70-ზე გადაცილებული და უკვე უჭირდა იმ ნატკენი ფეხით სიარული და ესე ჯოხს ხმარობდა და აი ზუსტად წარმომიდგება ხოლმე ჩვენ თვალწინ და სულ ვცდილობ რომ გავდევნო ეს აზრები ჩემი თავიდან. იმიტომ რომ ბებია ჩემი არ მოყარდა უბრალოდ არ მინდა რომ ის იყო რა ქვია. ჯოხიანი მოხუცთან ასოცირდებოდა in my prime years. აი ბებოსავით დავფოჩიალო. ხო და ესეთი ნიუსები მაქვს და ვერც დავისვენე და ვერაფერი ჯერჯერობით ვერ ვქენი. მაგრამ ვცდილობ რომ არ გავგიჟდე და ყველა ხელს მივიღო. შეგებულება მაგაში ჩაგეთვალა ხო კურნალობაში. არა, არ ჩამეთვალა, იმიტომ რომ ბიულეტენზე ვიყავი. უბრალოდ დასვენება არ იყო ეგ, იმიტომ რომ ვცდილობდი რომ ან რაღაც სწავლებს ვამდი ყველაფრისას, პლუს მენტალურად ვცდილობდი რომ არ გამერეკა, პლუს ამ იმის მერე, რა ქვია, ის ნარკოზის მერე იცის რაღაც ისინი რა, პრობლემები, შფოთვები და რაღაცეები და მაგას ვებრძოდი. ხო და ყველა ექიმთან კონსულტაცია გავიარე, ფსიქიატრებსაც ვესაუბრე ჩემ კურნალ ექიმსაც ველაპარაკე, მოკლედ ყველაფერი ხერხი ვიღონე იმისთვის რომ არ მეწვალა. ეგ კიდე კაი დამახსოვრებული მაქვს self-care რომ მნიშვნელოვანია და ნებისმიერ რაღაცაზე თუ ამის საშუალება არის რომ მედიკამენტით იქნება ან რამე ფორმით ეშველოს ყველა ხერხს მიმართავ თქვენს გირჩევთ. ხო, ცოტა ხანი მოკლედ მოდში ვიყავი, ამიტომ ის ბიულეტენზე ყოფნის დრო არანაირ სასიამოვნო პროცესად არ ჩამეთვალა და ვერც დავისვენე. შესაბამისად დაუსვენებელი ვარ. და ფაქტობრივად მთელი საფხული გავატარე დივანზე, კონდიციონერით და იმითი, მაგრამ wasn't that fun. და აი roller coasters. It was like a roller coaster. Emotional roller coaster. ხო, და მოკლედ აი ეს კენჭის გავლა ძალიან მომეწონა, რაღაცნაირად აქტუალური იყო, იმიტომ რომ ჩვენ ეს არა ქვია, ჩვენ მეგობარს ქონდა ეს კენჭი, რომელიც ლაზერით თუ რაღაც დამოუყეს და მე ვფიქრობდი, რომ ეს რა გენიალური აზრი ყოფილა. ხო, მაგრამ მე მგონი არა გაქვთ ისეთი როლერ კოსტერი, რომელიც კენჭს გამოიყვანს. ხო, მართალი ხარ, მეც მგონი რაღაც ალბათ ისეთი უნდა იყოს. ან ძალიან
ბევრჯერ უნდა დაჯდე ალბათ. ის მთაწმინდაზე როა საკმაოდ ისეთია, როლერ კოუსტერულია, მაგრამ ერთხელ კი გავიგერო, მაგის ნახევარიო არ არისო აწყობილიო, იმიტომ რაღაცა უფლება არ მიცესო, თორე ვაკის პარკამდე ჩამოდიოდაო თუ რაღაცა, ანუ ძალიან გრძელს აკეთებდნენო. და მე ნებართვა არ მიცესო თუ რაღაცაო, რომ აქ სიგძე აეშენებინათო და ის იყო რა ქვია. ამიტომ ნახევარი როლერ კოუსტერი არის აწყობილი. გასაგებია. უნდა რომ თაწმინდაზე შეიძლება, მაგრამ მოდი მაინც დავამატოთ, რომ ეს ექიმის რეკომენდაცია არ არის და არ გავცემთ. დისკლეიმერი. ხო, მაგრამ ქართველობას უნდა დავაკარგვინეთ ახლა ხალხს თუ რამეა ცხენზე დაჯექი. ცხენი, მეც გქონია რომ ცხენი უფრო ეს არის. კარგი ხერხია რა. ბებიის ხო. ხო, თან როლერ ანუ ველოსიპედი არის კიდე მეორე ვარიანტი. მაგრამ ცხენი უფრო როგორც ვიცი საკმაოდ ისეთი ეფექტიანი მეთოდი არის ცხენზე просто სეიჯირითი არ არა და ამიტომ გატარებს იმიტომ რომ ცოტა ვიბრაცია მაინც აქვს ხო ოკეი და მაგ პონჩი გამიგია ბევრისგან რომ მასე დაუბადავთ მესები არა და ისინი რა ქვია კენჭები ხო ერთი რაღაცა რაზეც ვფიქრობდი და ჩავინიშნე შენთან ერთად განმეხილა და იქნებ მაგრამ შენ იცი რომ რატო არ არიან კაცი მეჩმეიკერები ბოლო პერიოდში რაღაცას ვუყურებდი აღარ მახსოვს ზოგადად მეჩმეიკინგის ისინი მაჭანკლებია ნუ ხო ხო და ეს მაჭანკლური რეალიტი შოუებზე ადრეს ხო ველაპარაკეთ რომელიც მომწონდა და რაღაცას ვუყურებდი თუ აღარ მახსოვს ის იყო და მაგაზე დავფიქრდი რომ რატო არ არიან თქო და მე ეს თუ არადი გამოითქვა ჩემივე თავში შეიძლება ყველას მოტყვრა უნდა თვისაც ვინც უნდა დააწყვილონ და ეგ არის ალბათ ისურო ტრადიციულად ისა მაგრამ იქნებ ისეთი არის რაღაც არა მე მაინც უფრო რაღაც ტოქსიკური მასკულინიზმის თემა მგონია ეგ რომ აი რაღაცა ეხა კაცი იმას ხო არ იკადრებს რომ ოჯახიდან ოჯახში იაროს და რაღაცა თემები გახოდოს რა ხო თორე მაგალითად იმაში ეხა რა პირველი რაც გამახსენდა ეგრევე ნატურის ხეში რომ ციციკორე მიდის მარიტას ოჯახთან და რო ეუბნება რომ გააყოლეთო იმასო რა ქვია იმას ის მეორე ნაბოზარი რო არის სახელი დამავიწყდა ეგეც kinda matchmaking-ია მაგრამ მანამდე უფრო ისეთი მაჭანკლური ამბები ხო მე ტრადიციულად საქართველოშიც ეგრეიო აუ ყველა ქვეყანაში მგონი ხო ყველა ქვეყანაში მე მგონია ვინმე თუ იცით კაცი მაჭანკლების შესახებ და კულტურულად სადმე რომელიმე ქვეყანაში ვარ გაგვიზიარეთ ძალიან მაინტერესებს ეს ფაქტი არის თუ არა სადმე თუ ჩავთვლით რომ მაგალითად შუა საუკუნეების ევროპული დიპლომატია სადაც პრინცესებს და პრინცებს აწყვილებდნენ ხოლმე აინდა მაჭანკლობა არის და დიპლომატები იმ დროს უფრო კაცები იყვნენ ვიდრე ქალები მაშინ შეიძლება რომ ევროპელებს დავაბრალოთ ეგეთი გენდერული როლების აღრევა შეიძლება ხო და უბრალოდ სხვა რაღაცა ერქვა როგორც ყოველთვის რაღაცებს იგონებენ ხოლმე რომ იმისთვის რომ ის იყოს უფრო საინტერესოდ გამოჩნდეს იმიტომ რომ მანამდე ქალები რო აკეთებდნენ ამაზე ყოველთვის იყო რაღაც ისეთი ზემოდან გადმოყურება ამ პროფესიებთან დაკავშირებით ხო და ამასობაში ჩვენს იმ სმენელს რომელმაც ლეოსკეპიზე გველაპარაკა იმის მერე საბა აკლული მყავს და ყველა მის TikTok-ს უგზავნი ხოლმე და ძალიან შევედი ლეოსკეპის იმაში ფან კლუბში ხო და შევახსენებ ვინცაც არ ახსოვს ლეოსკეპი არის აი ის განგსტერ გეი რომელზეც ლაპარაკობდი რომ განგსტერი გვინდა თქო ვინმე თქო ისეთი ძალიან მასკულინური და ისეთი ტიპი რომ დააბალანსოს რაღაცები თქო და ზუსტად ლეოსკეპი არის ეგ ადამიანი და ძალიან დაქრაშული ვარ ან რაღაცნაირი პერსონაჟი არის ეს მისი თავდაჯერებულობა თან რაღაც ისეთიც არის დააყავს რომელსაც სულ რაღაცებს ჩუქნის და ძალიან ზრუნავს მასზე ხო და მოკლედ it was very cute და რაღაცნაირად ლეოსკეპის ფანი გავხდი ამის მერე და აი ის არის იმენა განგსტერი არის ვერსაჩეს თეფშები აქვს და ის ყავს რა ქვია სახლთან აკითხავს ხოლმე რაღაცა კურდღელი რენდომ
და იმ კურდღელს საჭმელს უდებს ხოლმე ამ ვერსაჩის თეფლზე და I gotta feed my bunny. და წერს ვიდეოს და იმაშება უჭერის რაღაცას ბალახებს და ბალახებს კი არა და ნუ იმებს რა მწვანილებს და რაღაცას და სტაფილოს და ეს ამ ვერსაჩის თეფშიც. მιακოლმე ხო და მოკლედ 90% უკვე ჩემი ფიდის იქიდან გამომდინარე რამხელა ინტერაქცია შევდივარ ლეოს კეპი გახლავთ. ამიტომ ყველას გირჩევთ გაეცნოთ. კიდე რა იყო ისეთი რაც ხო და matchmaker-ებზე რა გამახსენდა და pick-up bro-ებზე ვფიქრობდი მე რომ anti matchmaker-ები არიან. ან bro match ანუ არის მათში რაღაც საწყისი мотивация ეგ არის, უბრალოდ ეგრე არ მუშაობს. რაღაც matchmaking-თან იკვეთება. wingman-ებზე ამბობ. არა, ის ტიპები რო არიან, რომ გასწავლიან how to pick up women. Okay, ხო. coach-ები რო არიან. ხო, okay, ხო, უბრალოდ რაღაც კონკრეტული ის არ ყავთ კონტინგენტი კი არა და ეს ისა რა. საიდანაც ეგ ხდება. გამახსენდა, რაზე გამახსენდა matchmaking-ი. იმას უყურე, მატერიალისტი არის ახალი ფილმია რაღაც ისეთი მორომკომო და მაქედან წავედი მაგაზე ფიქრზე. რაღაც მეინსტრიმში და პოპკულტურაში შემოაღწია matchmaking-მა, იმიტომ რომ ის ფილმი არის იმაზე, რომ ეს არის დაკოტა ჯონსონი არის matchmaker-ი, ოღონდ აი სტანდარტული ესეთი მაჭანკალი კი არა, სააგენტო აქვს. matchmaking-ის რა და ეს ძალიან ესეთი ახალგაზრდა ლამაზი გოგონები matchmaking-ით არიან დაკავებული და ძალიან ესეთი სერიოზულად უდგებიან ამ თემას და მაქედან წავედი მე იმაზე ფიქრით რომ როდის მივა კაცობრიობრიგამდე რომ კაცი matchmaker-ების გაყალებ არ ვიცი ასე გჭირდება აი მაგის არ ვარ დარწმუნებული რომ ყველაფერში ხო არ ვიცი ალბათ ძალიან ისეთი ის არის რა რაღაცა ოჯახის ალბათ არენდობა მაგ-პონჩი იმიტომ რომ იმიზეს გამორაც თქვი შენ რომ ანუ იდეაში მოკლედ ეხა ვიფიქრე მაგაზე რომ ეს გენდერული ბალანსი ხო იმისთვის არ არის რომ ყველაფერი ერთნაირად იყოს არის იმაზე რომ ვისაც რა უნდა ისაკეთოს და მაგითი არ ფასდებოდეს მათი ისა წონა და მნიშვნელოვნება. შესაბამისად, რომც არც ერთი matchmaker-ი არ იყოს კაცი და სულ ქალები იყვნენ, უბრალოდ ხელწამოსაკრავი პროფესია არ უნდა იყოს იქიდან გამომდინარე რომ ქალები აკეთებენ რასაც ერთად რაც არის ხოლმე ყველანაირი გენდერული დისბალანსის პრობლემა. თორე მე ეგ რომ მოეხსნება ეგ და ვისაც ენდომება matchmaker-იც გახდება ბალერინაც და ბალერინებისაც ბალერონებიც არსებობენ, მაგრამ ზოგადად დამოკიდებულების ამბობ. და ყველაფერი. ისევ როგორც რაღაცა ძიძებიც არიან. აი მაგ-პონჩი რატო არ შეიძლება რომ რომელიღაცა კაცს ან კაცებს აი ვინც ყველა კაცი ეგეთი არ არის ხო იცი ეგეთი ტიპები რო არიან რა და აი რატო არ უნდათ რომ მაგალითად ამ შემთხვევაში აენთოთ ეგ და თქვან რომ მე ხა matchmaker-ობა მინდა მაგრამ ყველას გონია რომ ტოქსიკური ვარ და ყველას მოწყურა მინდა და მე დავამტკიცებ რომ ყველა კაცი ეგეთი არ არის აი მაგ-პონჩი რატო არ უჩნდებათ ხოლმე კაცებს პროტესტი იმიტომ რომ ანუ მე მგონი რომ არ ჭირდებათ ხოლმე რომ დაამტკიცონ რამე ანუ მათი გვარია ხოლმე რომ აი რო ენტებათ რა ეგეთ რაღაცეებზე რომელსაც უნდა მე მგონი არასწორად ენტებათ იმიტომ რომ აი ვისაც ენტება ეგრე არ ანუ უბრალოდ მიდის და აკეთებს და უბრალოდ რომ პოინტი გააკეთონ მაგისთვის არიზამენ ან ძალით ხო არ გამეჩმეიკერდება გასაგი ხო მაგ არის ხო იმიტომ რომ ეგეთი ანთებაც იდეაში გულწრფელი არ არის როდესაც ენტება კი და მაგაზე სხვა შორის ამას წინ ბოლო რამდენიმე დღე მე ხო TikTok-ზე რაღაცა პერიოდულობით შევდივარ ხოლმე ძალიან ბევრს ნახულობ და მე ვაპაუზ და ამ პერიოდში ბევრი სკროლე ძილის წინ და ამას წინ რაღაც TikTok-ში მომხდა ძალიან საინტერესო რომ ყველაო კაციო ვინცო ძალიან გული მატკინაო ისეთი იყო რა ლიბერალური ღირებულებებისო და თავი მოქონდა კაი ტიპადო რა ხო და მე რაღაცა კიდე თიჩი იყო მან და ანუ იმაზე იყო მან აქცენტი რომ
ანუ ეგეთი ადამიანებისგან ნაკლებად რომ მოელი და ახლოს მოუშვება, ანუ მე უფრო მეტი შანსია რომ გული გატკინონ რა, იმიტომ რომ ვიღაცა თუ იცი რომ რაღაცა მიზოგინი არის და ქალების იზღება და შეძეზიზღები და სექსისტი არის და რაღაც შეხედულებები აქვს, იმასთან არც მოუშვებ ახლოს და არ გიქ, ანუ რაღაც ღია იმაში ხარ რა და სხვა კონტენტ კრეატორს ქონდა დასტიჩული და ეს არის შავკანიანია ეს ბიჭი და მაგაზე ლაპარაკობდა რომ მაგასო მირჩევნიაო ღიად რასისტებიო, იმიტომ რომ ვიციო ვინ არიანო, ვიდრე აი ეს შეფარული, აი ის ხალხი ხო იცი ობამას მივეცი მე ხმაა და აი გეთაუთში რო ხალხია. ხო, იცი ეგ აი კაკრას რასიზმზეც კარგი ის არის და მეც მქონდა სხვათა შორის ეგ გამოცდილება პირადი, იმიტომ რომ მე მომსულია მე დაუმჯდარ ვარ მას ეს ტალღაზე რაღაც ეტაპზე, იმიტომ რომ როდესაც გონია რომ თქვა შენ რახან ლიბერალი ხარ და რაღაც უფლებებს იცავ და kind of აქტივისტობ და რაღაცა მე რაღაც მომენტში ეს საკუთარ თავთან გაქვს ეს ბაიასი რომ ვითომ შენ გააქვს უფლება რომ რაღაცა ყლეობა თქვა მიზოგინიური ან რასიზმული ან რაღაცა გაიგე და მაგ პონჩი ჩემი თავიც გამომიჭერია ეგეთ რაღაცაში რომ ესე იგი მე კაი ტიპი ვარ რა რაღაცა ეგეთი ამიტომ ჩემთვის ბოროტი არა ვარ და ხანდახან ეხლა რა მოხდა თუ ვიტყვი რაღაცა ეგეც გაიგე I have a gay friend და მე ყველაფერ ყლეობას ვლაპარაკობ ეგ რო გაპარაკობა კი ანუ ძალიან ბუნებრივი და ესეთი ის არის მაგაზე არის ზუსტად ის რომ ყოველთვის უნდა დაჩეკო შენი თავი რაღაცაზე რა რომ რასისტული ხო არ მომდის რაღაცა მიზოგინური ხო არ მომდის რაღაცა და ხშირად არის ხოლმე რომ როცა ჩეკავ შენ თავს მე იპოვე ეგეთ რაღაცას მე მახსოვს აი ძალიან ლიბერალი და ეგეთი თავი რომ აი ფაზა რომ მქონდა ზენიტში რომ ვიყავი მაგ პონჩი და ცოტა ზემოდან რომ უყურებდი ხალხს მაგის გამო მე რაღაცეები დავიჭირე ჩემ თავში რომ ჩემ თავს უფლებას ვაძლევდი რომ რაღაცეები ისეთივე მეთქვა როგორცაც ის ხალხი ამბობდნენ რომელსაც ზემოდან უყურებდი რა და that happens კი ბატონო კი და მე ვფიქრობ თვითონ მაგას მაგ რასისტულ ჭრილში იმიტომ რომ მოკლედ ანუ ჩემთვის არ არის ბუნებრივი შავკანიან ადამიანებთან ურთიერთობა შესაბამისად ანუ ძალიან ანუ რასისტი არ ვარ, მაგრამ ძალიან დიდი შანსია რომ რაღაცებს შემეშალოს, ან ვერ მივხვდე, ან რაღაცა და ჯობია რომ თავი კი არ მოიჭერო, აი რას ამბობ კაცო მე აი ყველაფრის აზზე ვარ, მაგრამ კითხე რა თუ რაღაცა არის, ან მოკლედ ღია კომუნიკაცია უფრო ჯობია, ვიდრე თავის მოჩვენება რომ ყველაფერი გესმის და იცი და მე ზუსტად ეგ ადამიანი ხდები რომლისგანაც არ ელოდებიან და კიდევ უფრო მეტად გაუტყდეს შეიძლება იმ ადამიანს რომ ეგეთ ან რაღაცა ისეთი თქვი ან ისე მოიქეცი რასაც შენგან არ ელოდა ხო და მე ჩემ თავის დავიჭერე მაგაზე და მაგაზე ვფიქრობდი რომ ანუ იქნება ჩემთვის უცნაური, იმიტომ რომ არ მიცხოვრია განსხვავებული იმასთან რასობრივ მრავალფეროვნებაში არ გავზრდილ ვარ და ჩემთვის ის არის კი და ანუ შეიძლება სამჯერ შევხედო განსხვავებული რასის ადამიანს როცა დავინახო, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესოა და იმიტომ არა რომ ვაი ის რო ანუ და მაგ მომენტზე მოკლედ მეც ვფიქრობდი ჩემ თავში რომ ზუსტად აი მაგ იმაში რომ არ გადავარდე რა რომ აი მე ძალიან ყველაფერის ისეთი გათვითცნობიერებული ლიბერალი რო ყველაფრის აზზე ხარ რა ანუ ხანდახან you have to humble yourself მაგრამ ეგეც ის არის ხა ჩვენ კონტექსტში ქართულ კონტექსტში და საქართველოს კონტექსტში კიდე სხვანაირი ის არის იმიტომ რომ მან რასაც შენ ამბობ რა მაგის გამოცდილება მაგა მესმის და პლუს მაგას ეგ რასიზმი არ არის იმიტომ რომ რასიზმი ჩემთვის by definition არის ის რომ შენ გამიზნულად ნეგატიურად ხარ განწყობილი ადამიანის მიმართ მხოლოდ იმიტომ რომ ის სხვა რასის წარმომადგენელია და შენ რომ რაღაცა ვთქვა იმის გამო შეიძლება თქვა რომ არიცი და თან მე აი ერთი რაღაცა მინდა ესეთი გამოცდილება მქონდა რომელზეც აქვე ვიტყვი ესეთი ის რომ რატომ არის მნიშვნელოვანი representation ფილმებში რა ანუ ქართველებს რაღაც ქართულ ლიბერალურ წრეებში მათ შორის აი ეს ჩვენს ახლო წრეებში ხშირად არის ხოლმე და
Yes, ხო, ეგეც და ზოგადად ის რომ ეხლა რა გაატრაკეს სულ ესენი რაღაც იმებზე იღებენ ამდენი შავკანიანზე გადაიღეს ისა და ოსკარებზე სულ ესენი არიან და რაღაც გამიგია ესენი ჩვენი შიდა წრიდან რომლებსაც იმაზე აქვს პრობლემა და მე გეტყვი რატომ აქ ჩვენ როდის მივხვდი რომ რატომ აქ representations დიდი მნიშვნელობა ნიუ-იორკში რო ცხოვრობდი მაშინ რაღაცა გვიან უბრუნდებოდი სახლში და ამ დროს შემოვიდა ცარიელი ვაგონი იყო რა იმაში რა ქვია მეტროში ვიყავი და ამ დროს შემოვიდა რამდენიმე შავკანიანი თინეიჯერი რომელიც იქ ვაგონის ბოლოში იყვნენ და ხმაურობდნენ და რაღაცა ისე კონჩი თინეიჯერები როგორც იქცევიან ხოლმე ზოგადად ესე იქცევიან და ამ დროს რაღაცა ეთნიკური წარმომადგენლები აუტანლებდნენ შევატყე ჩემ თავს რომ ცოტა anxiety დამეწყო იმაზე რომ ეხლა ამათმა თავს არ დამესხან და რაღაც არ დამძარცონ არ დამჭრან რაღაცა იგივე და მე უცებ ჩემ თავს ვკითხე რომ აი ეს რო თეთრკანიანი თინეიჯერები ყოფილიყვნენ და ესე მოქცეული იყვნენ იგივენაირად შევწუხდებოდი თუ არა მათი ამ ვაგონში შემოსვლით რა და მე ანუ რითი არის ხა ჩემთვის მოტივირებული ეს მე ნეგატიური გამოცდილება და რაღაცა რასიზმი ჩემ თავში სისტემურად რო აქ გაუზრდილიყავი და ვიღაცა suburban soccer მამებს ესწავლებინათ რაღაც რასიზმი ჩემთვის ეგ არ ყოფილა ხო რა იყო ის რომ თქვა ფილმებში ვხედავდი რომ მეტროში შავკანიანი ვიღაცას თავს დაესხა და ყველა შავკანიანი რომელიც ესე ცუდად იქცევა მეტროში მე რაღაცას აშავებს რა და ეს რაღაცა დალექილი არის შენ ტვინში და მაქედან აი ეს რაღაცა ეს წინასწარ განწყობა გააქვს რომელიც უნებური არის ჩვენ შემთხვევაში ეგ გასაგები არის просто მე აქ კიდევ ვაფშე სხვა არა მან სხვა რაღაცა მე ჩემ წერილში დავიწყე მაგაზე ფიქრი ხო იმიტომ რომ ნუ აი ჩემი კონტექსტი და მაგაზე დავიწყე ფიქრი რომ ის არის რა ქვია ის კი არა რომ რასისტი ვარ თუ არა ანუ მაგ ზოგადად დამოკიდებულებაზე განსხვავებული რასის ადამიანების მიმართ და იმაზე რომ ძალიან ბევრი რაღაცები არ ვიცი მაქვს TikTok-იდან და რაღაც იმავე რაღაც კონტენტ კრეატორებისგან ვინც ვიღაცა ჩინელია ვიღაცა შავკანიანი რაღაცები გაგონილი მათ კულტურაზე მაგრამ მათთან თანაარსებობის თანაცხოვრების და რაღაც ერთ სივრცეში და კომუნაში არსებობის გამოცდილება არ მაქვს შესაბამისად ლაივში როცა ვხედავ ამ ხალხს შეიძლება რომ ანუ it's okay რომ ჩემთვის იყოს რაღაცეები უფრო მეტად საინტერესო და ცნობის მოყვარეობით ვუყურებდე რა ვიღაცას იმიტომ რომ ის და არა იმიტომ რომ ის ვარ გაუნათლებელი დებილი რომელსაც არ უნახავს ანუ მაგაზე ფიქრობდი ჩემ წერილში რომ თუ ძალიან ანუ რა თქმა უნდა ვთვლობ რა არის არ მივაშტერდე მაგრამ ზოგადად people watching ისაც მიყვარს მაგრამ ვერიდები ხოლმე რომ იმ ადამიანს არ შეუქმნა ეს დისკომფორტი მაგრამ სულ ძალიან მაინტერესებს რა იმიტომ რომ ჩემთვის განსხვავებული ადამიანია და იმიტომ ვუყურებ კიდევ უფრო მეც იმიტომ რომ ბევრს არ უნახულობ ეგეთ. ხო და მაგაზე მოკლედ ჩემი თავის დამშვიდება რა გაანალიზება დავიწყე იმისა რა ანუ რის გამოცნობის მოყვარეობა რომ აი ვაიმე ეხლა ესენი რამდენი ხარ ჩამოვიდნენ და რაღაცები თუ ეგ ცალკე და მე კიდე არიან ეხლა რამდენი 1-2 წლის წინ ვნახე ვიღაცა ტიპი ქართველი საბურთალოდან ჩიოდა იმაზე რომ რატომ არ შეუძლია თეთრკანიანებს N-word-ის გამოყენება როცა რეპერები იყენებენ ამას სიმღერებში და ხანდახან არის ხოლმე რომ აი ეგეთ დისკუსიებში ეკვეტებიან რა ქართველები და აი სნეიპის შავკანიანობა არ გეხება შენ ეს თემა ვაფშე რა ან მეორე ის რომ ჩვენ ვიცით პოლიტიკაში ვერ ყვევით ეკონომიკაში ვერ ყვევით ყველანი ან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს მარტო ქართველი გადაჭრის ყველაფერი ვიცით შესაბამისად ნუ იძახი ეგრე ჩვენ ვიცით ყველაფერი და შეგვიძლია ყველაფერზე გქონდეთ განსაკუთრებული აზრი მე ეხლა იმაზე ვფიქრობდი რომ ანუ ისედაც ყველაფერზე აზრის გამოთქვა მიყვარს ხოლმე, მაგრამ ბევრ რაღაცებზე არ გამოვთქვამ და ანუ აზრი გამაჩნია, მაგრამ ხანდახან რაღაცებზე არ გამოვთქვა. და პლუს კიდე ქართველი რო არის, იგი რამხელა ჩემი შინაგანი ბრძოლა არის რა, რომ ყველაფერზე აზრი არ გამოვთქვა და თან გამაჩნდეს
მალადეც. ხო, ეგ არის, იმიტომ რომ მე ერთი პერიოდი იყო ხოლმე ხოთების გირჩელები ის რო არის მეორე იაგოს გირჩი თვი. მაგენი ატრაკებდნენ და სხვათა შორის kinda story ის იყო მიდგომა იყო ეგ რომ აი მაგალითად ჩვენ ქართველებს რაღაცა ტვირთი რასიზმის და კოლონიალიზმის არ გვაწევს რა ეს ფუძე რომელზეც ლაპარაკობდნენ ეს ფუძე მართალია იმის მერე რა ილაპარაკეს იქ აღარც მახსოვს და ალბათ დებილობები ილაპარაკა იმან ის მეორე რო არის რა ქვია ის ტლოპანა ვახო ხო მაგი და მაგრამ ეხა უყურე როგორიცა ეგ ხო არის აი ეს რომ ჩვენ არ გვაწევს ეგ რასიზმის და კოლონიალიზმის ის ტვირთი მაგრამ მეორეს მხრივ აბსოლუტურად არა მაგრამ ნუ უმეტესობა ქართველების რომელიც მასე დისკუსიაში ერთვებიან მაგ ტვირთს იდებს თავის თავზე ანუ მაგალითად ამერიკულ კონტექსტში როდესაც ვიღაცა შავკანიანი წუწუნებს თეთრკანიანთა თავხედობაზე ქართველებს არ გულისხმობს შვილი არა it's not about you თან თეთრი არო თეთრკანიანებს აქაურ თეთრკანიანებს აქ სხვა თემა ხდება მან ნუ იღებ შენ თავზე მაგას რა ნუ ეკვეტები ოსკარზე უნდა იყოს თუ არა კვოტები it's not about you კი, ეგ ძალიან ეს არის მნიშვნელოვანი გასაზრებელია, რომ რაღაცები შენ არ გეხება და ის ცალი, მაგრამ იქ მე მგონი იქიდან გამომდინარე, რომ ამ ამერიკული კულტურის over consumption-ია და ნუ ზუსტად მაქედან ვიღებთ. გონია რომ we know, როცა we do not know. და აი მაგაზე ვფიქრობდი ზუსტად ჩემივე კონტექსტში, რომ ამდენი რაღაცა მაქვს ინფორმაცია მიღებული და შეიძლება საშუალო სტატისტიკურ ადამიანზე მეტად ვერ ყვეოდე მაგ ყველაფერში, მაგრამ ასევე არზზე არ ვარ. შესაბამისად, it's okay რომ მეტროში მივაშტერდე ვიღაც შავკანიან გოგოს და მაგისგან ის არ არის რა, ანუ ეგ რაღაცა მომენტების გაზრება, რომ ხო, ანუ კონტექსტი მნიშვნელოვანი არის და ახან ლიბერტარიანებს ხო, sorry, მაგაზე დავასრულებ. აი ლიბერტარიანებს რა ეშლებათ არის ის, რომ სულ სხვა კონტექსტი არის ამერიკაში, სადაც სულ სხვანაირად არის ეგ ყველაფერი და იგივე რაღაც იარაღის ტარება ვაფშე სხვა თემა არის და აქ სხვა კონტექსტია და მთელი აზრი ყველანაირი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციოლოგიურ ანალიზებში არის იმაში, რომ კონტექსტი გესმოდეს და არა ის, რომ რაღაცა შაბლონს იღებდა და ატყეპებდა და მაგ შაბლონზე ხა გამახსენდა, რომ იმის არგენტინის პრეზიდენტი ეხლანდელი, რომელიც ლიბერტარიანელია და არ ვიცოდი ამას წინ რაღაც ჩემი მეგობრები განიხილავდნენ. არ დაგავიწყე შენის თქმა გინდოდა, იმიტომ რომ მე ხო იცი. ეს ისა ხო რაღაცას განიხილავდა ჩემი მეგობრები და რაღაცა მიმი ჩააგდეს და მე არ ვიცოდი, არ მივყვებოდი. ხო და ეს ხო და მეთქი ეს ვინ არის თქო და მე დავგუგლე რა რომ მითხრამ ჩემო მეგობარმა და ეგ ის არის ბენზოხერხით დარბოდაო იქ რაღაც ისინი დახურაო არგენტინაშიო სახელმწიფო სტრუქტურები და რაღაცები, იმიტომ რომ მართლა ძალიან ანუ over inflation იქონდა და ეხა ინფლაცია დარეგულირდა მართლა ამ კაცის რაღაცა ცვლილებებით და ასე რომ დანჩენ მის რაღაც იდეოლოგიურ რაღაცებში არ სულ რა სიღრმისში და ეგრევე მივხვდი რომ მეთქი ანუ უეჭველი მასკმა დაინახა ეს კაცი ამ რა თესლობებს აკეთებდა რომ გადაარჩინა არგენტინის ისა რა ქვია ეკონომიკა და ამ გაბერილ საჩნელ ინფლაციას მასკან და შეებძოლა და ეს ისინი დახურა იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი რაღაც სტრუქტურები იყო და ფული ფლანგებოდა და იფიქრა რომ ჩვენს ეგ და ბენზოხერხითაც ხო დარბოდა და მეთქი უეჭველი მაკედან არის და კიო და მეთქი ანუ აი და ეს კაცი ვიღაცამ თქვა რომ ოკეი არის ტიპი რომელმაც ნიუსებიდან გადაწყვიტა ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლა the audacity რა რაღაცა ტვიტი წაიკითხა და ამ კაცის ფოტო ნახა ალბათ იმითი ბენზოხერხით და ვფიქრე რომ ვაუ რა cool არის მოდი მე ჩემ ქვეყანაში ანუ აი ეგრე არ მუშაობს ანუ ყველაფერი მუშაობს კონტექსტში და ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ კონტექსტი არის მithome როდესაც აი ქალებს უფლებებზე რაღაცებს ლაპარაკობ აი ხო ეხლა ხო ესე არ ხდება და რაღაცებს იძახიან და ეს წლების განმავლობაში დაგროვილი რაღაცები რო არის რომელიც ეხლა შეიძლება ხო რაღაც იმაზე მეტი უფლებები აქვთ ქალებს ვიდრე აქამდე ნებისმიერ პერიოდში ქონიათ ეგ არ ნიშნავს რომ რამე გათანაბრდა ან
და კენსელა კი არა და კომპენსირა ის რაც აქამდე ხდებოდა და representation-ზე რო ვსაუბრობთ, რადგან ბარემ ქალებზე ვლაპარაკობთ. მე მგონი რომ ქალებს ეგ representation-ის თემა ცოტა უფრო მეტად გულთან ახლოს გვაქვს ხოლმე და უკეთესად გვესმის ვიდრე კაცებს, იმიტომ რომ ზუსტად იგივენაირად გრძნობთ ქალების representation-ის ნაკლებობას ყველაფერში და ეხლა ნელ-ნელად იწევა და მაგის მნიშვნელოვნებაზე სულ არის ლაპარაკი და მაქედან, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში შეიძლება ყველასთვის არ, მაგრამ რაღაცნაირად მგონია რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავის თავზე ეგ representation-ის მნიშვნელოვნება გამოუცდია, მაგიტო, აი მაგრამ კიდია რა ფერი იქნება სნეიპი რა. მით უმეტეს fictional character და კიდე რაღაცა ფილმიც იყო, რომელშიც ისტორიული ვიღაცა ფიგურა იყო, რომელიც შავკანიანმა ადამიანმა ითამაშა და მაგაზეც ვფიქრობდი, რა, who fucking care? ხო ყველას შეუძლია დაგუგლოს და ნახოს ვინ იყო ის ადამიანი და ეს ხომ მსახიობია და ჯორჯ ვაშინგტონი რო შავკანიანი არის იმაში ჰამილტონში. პირველ ჰამილტონში ჯორჯ ვაშინგტონი, არა, ეს იმენა ფილმი არის. ხო და რა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მაგალითად, რავი, straight-ები რო gay character-ებს თამაშობენ. იგივენაირად მაშინ მაგაზე, ავთენტურობაზე თუ გვაქვს პრობლემა, ყველაფერზე რატო არ გვაქვს იგივენა, თუ ეგ არის ჩვენი მიზანი და არა ის რომ რაღაც ის იქით, ყველამ ხო იცი, აი იგივე ხო, აი ვაშინგტონი თუ ფერად განივენა ითამაშა, ხო დადგმა არის, ეს ხო არავინ არ გეუბნება რომ ეს ისტორიის წიგნში გიბეჭდავ ამას რა. რაღაც twin ორი უჯრედი ხო გაქვს, რისიც მე ხვდები, მარტო თუ ისტორიას ვიღაც ადამიანი მარტო მაგ სპექტაკლიდან იგებს, ეგ არის პრობლემა და არა ის რომ მსახიობმა ითამაშა რაღაცა რომ რაღაცნაირად მგონია რომ აი სისულელეზე მიუხედავად იმისა რომ მესმის რა არ გაცილდა რომ მიუხედავად იმისა რომ მესმის ყველანაირი პოლუსების რადიკალიზაციამ და პოლუსებზე გადასვლამ რამდენი და შეიძლება რაღაცები დააზიანოს, მაგრამ ეხლა მგონია რომ აი ეგ თემები არ არის issue რა, როდესაც უბრალოდ ხელოვნებაზე და რაღაც წარმოსახვაზე და ადამიანებს რაღაც ფანტაზიებზეა საბუბარი. всё, მოვჭი. ხო, და აი მაგაზე ვიტყვი ზუსტად იმიტომ რომ აქ თემაზე ნაფიქრი მქონდა და აი ვფიქრობდი მაგალითად რომ თქვა თუნდაც ისტორიული პიროვნება ან თქვა fiction-ში რომელიც მე ისტორიული fiction-ი არის იდეაში, აი მაგალითად დენზელ ვაშინგტონი, რომელიც ძალიან მაგარი მსახიობია და რომელიც მიყვარს, დიდი სიამოვნებით ვნახავდი დენზელი როგორ ითამაშებდა მაგალითად რიჩარდ მესამეს, რომელიც მაგალითად ნანახი მაქვს თავის დროზე ტელესპექტაკლი მაქვს, ტელეჩანაწერი მაქვს ნანახი რამას ჩხიკვაძე რო თამაშობდა. მაგრამ ქართველი ხო არ იყო? ეგ რატო თამაშობდა რამას ჩხიკვაძე? ხო და აი უყურე ეხა მანდრო მაგალითად დენზელამ რო ითამაშოს მაგალითად რიჩარდ მესამე შექსპირის რიჩარდ მესამე ვიღაც აუცილებლად გაჭედავს მაგ თემაზე რომ რატო შავკანიანი ათამაშეს, მაგრამ ეგ რო პერსონამდე დაიყვანო და თქვა რომ როგორც კარგი მსახიობი ისე ითამაშა დენზელმა და არა ისე როგორც შავკანიანმა მსახიობმა მას ხო და როგორი რაღაცა იცი მე მესმის რომ იქ რაღაც მომენტებში იყო ის პონტები რომ ვითომ ცოტა virtue signaling-ის ამბავში რომ ცოტა ზედმეტად ჩატენეს რაღაცა ქარაქტერები და სხვადასხვა რაღაცები რასაც მეძღვადავ ხოლმე და Netflix-ი ამ დროს იყო ტიპი რომელმაც იმას ორი ტრანსგენდერის ჯინაზე დეივიდ შაპელს 100 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა შეჩემა, იმენა ის დადო რა ქვია შეჩემათი შენ არ მოგმართი ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს მაგრამ ეწყინა ესე არ მელაპარაკება ხოლმე ხალხო არ ვაძლევა ამის უფლებას ხო და ჯინაზე ესეთ რაღაცებს აკეთებს რომ ჯიბში რიკი ჯერვეის 100 მილიონიანი კონტრაქტი იმიტომ რომ ჩვენ როგორ ეხა ვიღაცამ ტვიტერზე გამოთქვა პრეტენზია რომ რიკი ჯერვეისი ცოტა ისეთი მიზოგინურ ხუმრობას ამბობს, ვიღაცა ორმა ტიპმა დატვიტა ამის შესახებ უპროფილის პიქჩერიანი აკაუნტმა დატვიტა და მოდი ამის გამო $100 მილიონ მივცემთ რიკი ჯერვეის და დეივ შეპელს, მაგრამ მე თქვენ ყველას რომ ნერვები მოგეშალოთ და ალტერნატივად ფაშიზმი შემოგთავაზოთ
ამერიკაში. ამიტომ კლეოპატრას ვათამაშებ ჩავკანიან ქალს და აი ეს თან რადიკალიზმი არ შეიძლება ეხლა როგორ შეიძლება შავკანიანი ითამაშოს სნეიპმა და ამის ალტერნატივად თავაზობს ფაშიზმს შეჩემისა შიქ არა გაქვს ძალიან არათანაბარი ის არის თან აი ის რა ქვია ილუზია რომ იესო იყო თეთრი ეგ მაკედან დავიწყან თუ you are concerned about authenticity მოდი მაკედან დავიწყოთ თუ მაგაზე არ დარდობ მაშინ თავი დავანებე და ეხა თუ თან რელიგიური ადამიანია და ადარდეს და ძირითადად არიან ხოლმე ხო და მოდი მაკედან დაიწყე რა იგივენაირად იგივე იმიდან ეს მაგის თქვა გინდოდა კიდე რამე ხო არ გინდოდა რაც მანამდე გაგაწყვეტინე 2 საათი რო ლაპარაკობ ეს დავამატებ კიდე ბარემ ეს გამახსენა იდრის ელბაზე რო იყო ლაპარაკი რომ ჯეიმს ბონდი უნდა ეთამაშა ძალიან მაგარი მსახიობია იდრის ელბა ძალიან მაგარი ჯეიმს ბონდი იქნებოდა მართლა და გავიგეთ ეხლა რომ ფლემინგი თვითონ ცოტა რასისტი იყო და თქვა რომ არ უნდა მას რომ სხვა რასიზმს ეთამაშა მაგრამ როგორც pop culture icon-ი არის უკვე ჯეიმს ბონდი და თან ჩვენ ვიცით რომ ჯეიმს ბონდი კოდნეიმი არის რა და არა კონკრეტული აგენტის სახელი არის რა ჯეიმს ბონდი შეიძლება გახდეს ნებისმიერი როგორც დოქტორ ჰუ შეიძლება გახდეს ნებისმიერი აი დოქტორ ჰუზე უნდა მეთქვა ზუსტად რომელსაც არ ვუყურებ მაგრამ I'm aware რომ ყოველ სეზონში ვიღაცა ახალი პერსონაჟი და ადამიანი განასახიერებს იმიტომ რომ საინტერესოა ხო, იმიტომ რომ კოსმიური რაღაც არსება, რომელიც genderless და raceless არსება არის და ტელეფონი ბუტკით მოგზაურობს. არ ვიქნებ მაგაზეც პრობლემა ქონდეს რომ რატომ ტიპს დაძდევენ ანგელოზები თვალებს თუ დახუჭავ ეგრევე მოგიახლოვდება და ის ანგელოზი რომ შეაჩენო თვალებს დაჭეტილმა უნდა იაროს. ეგ არ ვიცოდი, მაგრამ დოქტორ ჰუში სულ მინდა რომ რაღაცა შევყო ფეხი და ვერ ვიჩევ აი ძალიან დევიდ ტენანტმა რო ითამაშა მაგის წინა სეზონით დაიწყე. კარგი, ცოტა თავიდან აი ეს ეგ სეზონი ცოტა რაღაცა პლასტიკ ისენი არის, რა ქვია, ეფექტები. მაგრამ story და character development-ი აქვს, აი ძალიან მაგარი, მართლა ერთ-ერთი საუკეთესო science fiction ის არის, რა ქვია, სერიალია. ხო, სულ მინდა რომ მივიდე მაგამდე და რაღაცნაირად ვერ მასქენი, მაგრამ ახლა კაი რო გამახსენე. ხო და რაღაცის თქმა მინდოდა მანდ ისა რაღაცა მინდოდა იმაზე ვიღაცას იგივე არის concern-ი აი ხო იესოზე რო ლაპარაკობდი რომ თუ არ გაწუხებს იგივენაირად არის ეს ტრანსგენდერები რატო ქალების სპორტში უცბად რომ ყველა რო ქალების სპორტის კომაგი რო ხდება რა აი ეგ მომენტი მოკლედ თუ აქამდე რაღაცა არ გაწუხებდა და მე რაღაცნაირად, როდესაც ადამიანის იდენტობა ან რასობრივი მიკეთხებულობა შემოვიდა იმაში სურათში და მე შეგაწუხა, ესე იგი შენ თავში უნდა ეძიო პრობლემა და კითხო შენ თავს რომ მეც მაგალითად მე როგორ ვიზამდი ხოლმე და შეიძლება რაღაცა მხრივ მესმის ხოლმე რომ ეს არის რა მაგათ ტვინის თქונה ეს ლიბერალიზმი ძალიან ტვინის თქונה გაუთავებელი შენი თავის ანალიზი იმას ხო არ აწყენინე ამას ის უთხარი ის რაღაცებს შეიძლება გაწყალწყალავდეს მაგრამ საერთო ჯამში ფიქრის იმას ავითარებს რა და თუ მიცემ შენ თავს იმის უფლებას რომ იფიქრო რაღაცები კარგი შეიძლება და შენთვის სასარგებლო აღმოაჩინო და განვითარდე და თუ ზოგადად ფიქრი ეზარება და არ გინდა მაშინ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტად აგირჩიო ხო და მაგაზე იმას ვფიქრობდი ხოლმე რომ რაღაცაზე შეიძლება მეც დავტრიგერებულიყავი და მეც გამეფიქროს რომ შავი სნეიპი და მე იმაზე ვფიქრობ რომ რატო ვიფიქრე ეს რომ იმიტომ რომ მაწუხებს რომ რავი შავკანიანი თამაშობს იმიტომ რომ არა იმიტომ რომ უბრალოდ მიჩვეული ვარ რომ ავტომატურად და პლუს რაღაცნაირად აქამდე 7 ფილმია გადაღებული და მიჩვეული ვარ ეგეთ ადამიან მაგას და მე რომ გავიგებ რომ ვიღაცა სხვა თამაშობს იფიქრებ რომ რატო იფიქრებ ხონდა დაფიქრდე რომ ეს შენი ფიქრია თუ დასწავლული წლების განმავლობაში სიტუაციურად რა იგივენაირად რაღაც ისა ხო იგივე იყო იმაზე რა ქვია იმას ქალთევზაზე ხო რა ვუყურე ისეთივე mediocre იქნებოდა
როგორი მიდიოქრიც იყო. მე არც მინახავს. ანუ მე ვუყურე, იმიტომ რომ ზოგადად მევასება ეგ მულტფილმების გაეკრანიზაციება და ანუ ისეთივე მიდიოქრი იყო, როგორი მიდიოქრიც ისიც იქნებოდა და it was fine რა, ანუ რავი, გავერთე. იგივენაირად გავერთობ, ანუ ნებისმიერ არაფერი არ ქონდა მუსიკა კარგი იყო, გავიხსენე ის რაღაც სიმღერები, რაც მიყვარდა, საერთოდ შევწუხებულ ვარ მისი იმითი და თუ ესე ძალიან გენატრება უყურე იმას, რა ქვია, ძველ მულტფილმს, ანუ რანაირად შეიძლება მართლა იმის პერსონაჟზე მულტფილმის ანუ ეგეთი snowflake თუ ხარ და easily offended ვიღაცის იმითი ფერის შეცვლით, რავი, თან ისეთ საყვარლობა იყო მე იმაზე rilsები იყო პატარა შავკანიანი გოგოები უყურებდნენ და აუ ისო ქალთაზაო ეს არის ჩემნაირიაო და ისეთ საყვარლები იყვნენ ანუ ისე გაუსწორდათ რომ თავი დაინახეს იმ მულტფილმის პერსონაჟი რომელიც ევასება და აი ეს ამ ბავშვების რეაქცია და ეს საყვარლობა რანაირად არ უნდა წონიდეს იმ შენ რაღაც prejudice-ებს თუ მართლა გინდა რომ რაღაცაზე იფიქრო და ემპათიური ადამიანი იყო და human being და არა რაღაცა ისა რა რომელიც კიდევ ერთხელ ქართულ კონტექსტში ვერ აღიქმება ის რამდენად მნიშვნელოვანი არის ის რომ აქ მცხოვრებმა შავკანიანმა ბავშვმა თავისი თავი დაინახოს ეგეთ კონტექსტში რა ანუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ის რომ ის ხედავდეს რომ ვთქვათ აი ძალიან მარტივად დეინა სკალის ის იყო რა ქვია ეფექტს ეძახიან ეგ ცნობილი ის არის რომ X-Files-ში როდესაც სკალი იყო წარმომადგენელი მეცნიერი პერსონაჟი რომელიც რაციონალიზაციას აკეთებდა ძალიან ბევრი გოგო მისი ინსპირაციით გახდა მეცნიერი კონდა ამას მნიშვნელობა აქვს პოპ კულტურას ამის მნიშვნელობა ჩვენ თუ გვინდა რომ ზუსტად აი ეს რაც გაწუხებს რომ ეხლა რასიზმი და რაღაცა და რითვე აღარ დამთავრდა თუ გინდა რომ დამთავრდეს ეგ ან რაღაცა ცოტა ნაბიჯი გადაიდგას ხანდახან საჭიროა რომ სნეიპი ანუ შენ რატო გაწუხებს ეს სხვა თემა არის მაგრამ პრაქტიკული კულტურული იმითაც კუთხითაც მნიშვნელოვანი ეს აღიქვა რომ თქვათ ვიღაცა ბავშვი რომელიც ამას დაინახავს ნერდი იქნება ან რაღაცა რომელსაც თავისი გარემო ცოტა სხვანაირ იმას უქმნის იმიტომ რომ ეგ მაგაში კიდე არ მინდა საერთოდ ჩავიდე რა ეს environment determinism კიდე რა როლს თამაშობს მაგას პოპ კულტურა როდესაც რაღაცნაირად აბათილებს აქ მნიშვნელობა იმას რომ ამ ბავშვს შეუძლია იფიქროს იმაზე რომ ოკეი ვთქვათ მე თუნდაც წავალ და მსახიობი გავხდები რომელიც ოდესმე ჰარი პოტერში ითამაშებს არა ვიღაცა ექსტრას ფონზე არამედ შეიძლება რომ რაღაც major როლი ვითამაშო ამაში და ამით ინსპირირებული იქნება რა ანუ ძალიან ელემენტარულია shut up about it საბურთალოდან კი, მით უმეტეს, მაგრამ მაგასთან პარალელურად ოღონდ არის ისეთი кейსები, რომლებიც მართლა მაგას ვნებს მაგ ყველაფერს და ამ ხალხის აზრებს აძლიერებს და ეგ ანუ მართლა მეორე პოლუსი სადაც გადამლაშება ხდება ნამდვილად არსებობს და არ უნდა ანუ ცუდია იმავე იმითი რა ანუ იგივენაირად როგორც რავი მაგალითად რა ვიცი ფემინიზმს არ დააბალანსებს ის რომ უფრო მეტი სერიული მკვლელი ხალი თუ გახდები არა ვიცი სასარგებლო რო არ იქნება რა და ანუ არანაირ თანასწორობას არ შეუწყობს ხალხს ნუ ცოტა დებილური მაგალითია მაგრამ ხო და მაგაზე პროსტა რა გამახსენა იცი ის Snow White რომელიც საშინელი ფილმი გამოდგა იმიტომ რომ ყურით მოთრეული იყო ანუ რაღაცები არის რაც შეიძლება რომ ყურით არ მოათრიო და რაღაც ანუ არ მიყურებია ოღონდ ეგ მაგრამ ნუ ცალკე იმის გამო რა ქვია მაგოგოს თავარ როლში ვინც დედოფალს თამაშობდა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამოც იმას ქნეს და აკენსელეს ეგ ფილმი და მაგრამ აშკარად თვითონ ფილმიც ვერ ვარგოდა რა ტრეილერიც ვნახე და მოკლედ it was not it აი რაღაცებზე მართლა უნდა ხანდახან ვიღაცამ თქვა რომ მოდი არა აი ეს არ უნდა გადაგვეღო და არ გადავიღოთ იმიტომ რომ ეგ და
და კიდე სხვათა შორის რა კონტექსტიც ძალიან ხშირად არ არის ხოლმე საქართველოსთან აღქმული ის რომ აქ ხო რაღაც კაპიტალისტური ჰეივენი არის მაკედან ეგრეთ ჩანს ხო რაღაცა ყველა ეს რომ და სინამდვილეში აი ეგ virtual signaling-ი როდესაც მოდის ხოლმე თქვა Netflix-იდან ან Disney-დან და იმაზე აქ მაგასაც აკოლაუთებენ ძალიან ხშირად მემარცხენეები და ცოტა მარცხნივ გადახრილი ლიბერალები რომლებიც ამბობენ რომ მე სუფეხებზე მკიდია შენი Snow White-ი თუ არის შავკანიანი მაშინ როდესაც შენ იმას რა ქვია დეკრეტში არ უშვებ Disney შენს თანამშრომლებს და ეუბნები რომ მშობიარობის მერე გამოდი და იმუშავე და არ უხდი მაგალითად ხელფას ნორმალურ შენ თანამშრომლებს ან მაგალითად არა 38 საათია საქმე კვირაში მარტო იმიტომ რომ 39 რო დაასაქმო მე მოგიწევს რომ დაზღვევა მისცე და ესეთ რაღაცეებზე დისკუსია სულ რომ მიდის აქ ყოველ დღე მაგი არ ჩანს მან და მე ვიღაცა ტიპი დამიჯდება იქ და ონჯის კომენტარებში ჩივის იმაზე რომ Snow White და Snape არის შავკანიანი და გაჩუმდი რა ძალიან კაი რენტი გამოვიდა. ხო და არ ვიცი ეს ის არა ქვია Snow White-ი ძალიან Snow White ახლა გამახსენდა რატო დაფლოპდა ძალით ფემინიზმი იყო ჩატენილი არაფერი კავშირი არ ქონდა იმ გოგოს იმასთან კანისფერთან თან შავკანიანი არ იყო უბრალოდ ისე უფრო ანუ Snow White-ი კატკატა ფინური სისხლი ვიკინგების შთამომავალი არ იყო რაღაც ანუ olive skin ქონდა და ხო და არაფერი არ ქონდა ახლა გამახსენდა ეგ იყო რომ ზუსტად ზედაპირულ რაღაც დებილურ ფემინისტურ აი you go girl boss girl და ეგ ყლებებზე იყო აგებული და მაგიტომ დაფლოპდა იმიტომ რომ არ იყო ავთენტური დანარჩენი შინაარსი შესაბამისად იმ გოგოს ფერს არაფერი მნიშვნელობა არ ქონდა მან ახლა გამახსენდა ჩემი თავისთვის ხო არ ვიცი ზოგადად მე რამდენადაც ვიცი მაინც და მაინც ეგეთი live action Disney-ის live action-ს ატვაკეთებენ აღარ ვიცი იმიტომ რომ ყველაფერმა დაუფლობა რავი მე მაგალითად ერთადერთი რასაც პროსტა ინტერესის გამო ვუყურე იყო ის რა ქვია Lion King-ი იმიტომ რომ უფრო CGI მაინტერესებდა საშინელება არის აი არც story არ ვარგა არც CGI არ ვარგა არაფერი ანუ რა მაგას მირჩენია მართლა დავზე და ის ხელით ნახატი ძველი მულტფილმი ნახო რომელსაც ნოსტალგიაც აქვს რომელიც ძალიან მაგარი საუნდტრეკიც არის სტორიც კარგი არის voice acting-იც ძალიან მაგარი არის და ანუ და ეს ყველაფერი არ კაროჩე რა მან მე მგონი რომ ანუ რა მიზეზით და რისთვის აკეთებ ალბათ ეგ შინაარსი მოკლედ თუ აკლია მე არაფერი აღარ შველის რა და მე რა თქმა უნდა ისეთ სტანდარტულ რაღაცებს მოიგონებენ რომ აი ის რომ არისო ფითქინა რო არისო Snow White-ი ეგ იყო პრობლემა და სინამდვილეში მთელი შინაარსი ხო იმიტომ რომ თეთრკანიანები რო არიან თავარ როლში ეგეთი ფილმები ხო არ დაფლოპილა ჯერ არასდროს კი ყველაფერი ხო ძალიან ყველა box office hit-ი არის და ის ხო და ეხლა live action-ებზე გამახსენდა მე მოკლედ მიყვარს ეს მულტფილმებსაც ვუყურებ ხოლმე და ამებსაც და რაღაცას ვუყურე ის ლილი ტომლინსონი თამაშო მე მგონი ეგეც Snow White-ი არის ოღონდ ის არის ძველი ჯულია რობერტსი არის დედინაცვალი საშინელება იყო აი ეგეთ ცუდი არაფერი არ მიგახავს ანუ აი ძალიან აი ისეთი ცუდი მე ძალიან იშვიათად არის ხოლმე რომ რაღაცაზე ვთქვა რომ ძალიან ცუდი ანუ და რაღაცა ძალიან ტრეშიც თუ რაღაც წაიღო და გამისწორდა აი ეს guilty pleasure-ი და რაღაცები თუ და მაინც ის ფრანგული ის თუ არ არის შავ თეთრი ფილმები ან მაქვს ანუ ეგ სნობიზმი რა მაგრამ ძალიან ცუდი აი ობიექტურად ძალიან ცუდი იყო ყველანაირად ვიფიქრე რომ აი ეს რატომ გადაიღეს იმიტომ რომ არაფერი არ ვარგოდა ამ ფილმში არა და ძალიან კაი კასტი არის რა იგივენაირად როგორც რავი ხა Emily in Paris საშინელი ტრეშია მაგრამ ზუსტად იცი რას უყურებ და მაგ ტრეშისთვის უყურებ რა და you can't wait to hate on it და ნუ დანარჩენი პროდაქშენის ნაწილი ყველაფერი სახარისხენთან გაკეთებული აი მე მგონი ნალაპარაკები მაგაზე კოსტიუმერი ვინც არის მანდ იმ ქალს ინტერვიუს უყურა და აი გენიოსი არის ანუ ყველა მის იმ პერსონაჟის ჩაცმულობაში აქვს შინაარსი ჩადებული ისეთი რომ მინიმუმ აი მაგას ვიზუალურად რო უყურებ სულ სხვანაირი ის მოაქვს რა და აი ეგეთ რაღაცები მნიშვნელოვანია მოკლედ ზედაპირული რაღაცები რო არ აკეთო და ზედაპირული რაღაცებს ხშირად აკეთება ხოლმე რა რაღაც ამბობდი ისე ჩაგერთე
ხო, არაფერი, მაგრამ უბრალოდ იმას საიდან დავიწყეთ ეს თემა, მაგას დავუბრუნდეთ ბარემ და ანუ აი ლიბერალებს რო უგონია რომ რაღაცეებზე ის გვაქვს რა პასი რო ვითომ რახანისა ხო და ეგ რასიზმთან დაკავშირებით თავისთავად ცხადია ეგ გასაგები არის ქართულ კონტექსტში და იქ რაღაცა რასიზმი არ არის იმიტომ რომ კიდევ ერთხელ by definition რასიზმი არის როდესაც გამიზნულად ის გაქვს რა წინასწარ განწყობა კონკრეტულად რასის და კანისფერის გამო მაგრამ აი ეგეთი პონტი უფრო ჩვენ იმაში რომ აი რაც აღნიშნე რა მე მაგალითად ძალიან ხშირად დამიჭერია ჩემი თავი რომ მე რო ვამბობ რომ თქვა ფემინისტი ვარ და რაღაცა ტოქსიკური მასკულინიზმი უნდა დავამარცხოთ და რაღაცა მე დამიჭერია ჩემი თავი რომ ეგეთი ტოქსიკური მასკულინური მიზოგინური რაღაცა ან ხუმრობა მithქვია ან ფრაზა ან რაღაცა წინასწარ განწყობა მქონია რაღაც პონტში რა ხო და ეგეთი რაღაცეები რაც თქვი რა იმაზე აი TikTok-ერზე რო თქვი რომ ეგეთ ლიბერალი კაცებიო ეგრე იქცევიანო ეგ ძალიან ნორმალური არის და საჭირო არის რომ აუცილებლად დავჩეკოთ ხოლმე ჩვენი თავები მაგაზე და ზუსტად ეგ არის რაც თქვი რომ დამღლელი არისო რა ლიბერალობაო რომ ვიღაცა სხვა რო აწყინია და რაღაცა ხო ანუ ეგ არის რა ანუ შენ თუ გაქვს პრეტენზია იმაზე იცი როგორ რაღაცა ეგ არის ზუსტად ცალმხრივი თემა რომ რაღაც ლიბერალიზმის ნაისგაიობის ამბავია ეგ რა ანუ ნაისგაი ლიბერალი რო ხარ რომ ეხლა მე ისა რა ქვია კარი არ გაგიღე და გითხარი რომ მოდი რაღაც go dutch იმაზე დავსპლიტოთ ჩეკი რესტორანში იმიტომ რომ მე ფემინისტი ვარ მაგრამ შენი დედა შევეცია კი და თან ანუ მაგ არის გაღებაზე ძალიან ჩემ თავში ძალიან ხშირად ფიქრობ ხოლმე რა რომ ანუ აი უნდა გამიღონ არ გამიღონ და მე მაზობ ხუდები რომ ანუ არაფერი კავშირი არ აქვს მოკლედ მაგ ეგ არის მე მგონი ზრდილობა ხო და რომელიღაცა მე მგონი ბაბისთან გვაქვს ამაზე ლაპარაკები იმაზე დეითინგის იმაში აღარ მახსოვს მაგრამ რაღაცაზე მახსოვს რომ ლაპარაკობდი იგივე რაღაცაზე მაგრამ მოკლედ მაგაზე მეც ფიქრობ ხოლმე რა რომ მინდა თუ არა ეს კარი რომ გამიღონ თუ არ მინდა უბრალოდ სასიამოვნო არის და არც მაგისგან თავში არ ამივარდება ანუ მოკლედ თუ ადამიანების მიმართ ერთმანეთთან არ არის შეგიბრი ანუ ძირითადად ეგ ფემინიზმთან პრობლემა აქვს იმ ადამიანებს მე მგონი ვინც ცდილობს რომ შეეჯიბროს ქალებს და სულ რაღაც აი კაცები უფრო აი who fucking cares ან რატო მეჯიბრები ან მოდი ერთად ვიარსებოთ და მე შენ რაღაც კარგ რაღაცებს დავაფასებ და ჩემსაც დააფასებ ან ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს იგივენაირად როგორც ეს ქალებს რო ერთმანეთთან ის ისტორიულად რომ ეგ ის არის რომ ქალები ერთმანეთს სულ რაღაცებს წართმევა და აბა ის იმას მოწონს თუ ეს იმას მოწონს და კაცებს ვერ გაყოფა და ერთმანეთის არ ნდობა აი ძალიან იდიოტური ის რაც არის და დამღლელი და აი ეგ მაინდსეტი რომელიც ნუ ჩემთვის ეგეთი ის არ არის მაგრამ შემიმჩნევია რა ბევრში ბავშვობიდან გარემოსგან ეგ რაღაცნაირად მაგისკენ რომ გიბიძგებს რა რომ ერთმანეთს შეგადაროს სულ ხო და რატომ ვეჯიბრებით ერთმანეთს ანუ ეს ვინმესთვის კარგის მომტანია ან შენ რომ რაღაცაში მაგარი ხარ ჩემ ჯინაზე ხარ კაი რაღაც არ ვიცი ბადროს ტყორს არ ბოდიში იქნებ ბადროს ტყორსა ანუ ვიცი რომ ქალებს არიან და ქართველებს ყავდა ვიღაცა ძალიან ცნობილი თან ნათიათო მოусმეს ჩამარ ხალხა ფეხბურთი ხო ან რავი კი ანუ ეხა ხო არა ქალთა ფეხბურთი ცალკე ისა ხო ქართული ფეხბურთი კიდე ცალკე არა დამოკიდებულება რა კაცების მხრიდან რომ ფეხბურთი და ქალის ფეხბურთზე საერთოდ პრობლემა იმაშია რომ მაგას რო ჩავუღრმავდი თავის დროზე რომ რის გამოც წამოიწია ეგ ისა არის მრავალ ნაკითხი განვითარებული იმაში რა ქვია ჩვენი ფეხბურთელის რომელიც ირანში პრობლემებს რო ვერ ხედავდა ეგ კაცი მან რო ჩავუღრმავდი მოკლედ მაგას 50 წლის განმავლობაში როცა ფეხბურთი სპორტად დარეგისტრირდა ესე რომ ვთქვათ
50 წლის განმავლობაში ქალებს თამაშის უფლება არ ჰქონდათ, იმიტომ რომ ამბობდნენ რომ მათი სხეულისთვის საზიანო არის და არ შეიძლება. შესაბამისად 50 წელი რომ ფორა აი იგივენაირად რაც მე ვლაპარაკობ და არ აკენსელებს რაღაცეები და კომპენსაციას არ უკეთებს რა იმას რაც მაქამდე ხდებოდა. 50 წელი არ მაძლევა ამის კეთების საშუალებას და ეხლა რომ ავიდი იგი ფეხი რა და შენ რომ 100 წელი თამაშობდი რანაირად უნდა შევადაროთ ერთმანეთს და საერთოდ რატომ უნდა შევადაროთ? ანუ არ შეიძლება რომ ქალებმა თავის ითამაშონ და shut the fuck up გააკეთო. და თუ ვადარებთ ხო, და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის მოყვარულებმა მითხრეს, რომ არ ვარგაო ქალებს ფეხბურთიო და ნუ მივა იმ პოინტამდე, როცა ივარგებს, არ ვიცი, I don't fucking care also. თუ ვადარებთ ჯერთი რანაირად არ ვარგა 35 წელიწადია რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობს და პირველად არის როდესაც ნაკრებში გვყავს თაობა, რომელმაც რაღაცა გააკეთა. არც ერთი ქართული კლუბი დღემდე არ არის გასული ჩემპიონთა ლიგაზე. ანუ აი ამდენი ენერგია და იდეოლოგია და ფეხბურთის სიყვარული იყრება კაცთა ფეხბურთში ამ ხო? და ესე იგი მიღწევები ეხა გვაქვს ბოლო 5 წელიწადში გვაქვს რა და ამ დროს ისეთ იმაში ფორმები და ბუცები არ აქვს ქართველ გოგოებს და ხარასერი ისინი თავიანთ სფეროში ხო ეგ ცალკე და თავიანთ სფეროში უკვე გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე ითა ლანჩხუთმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე როცა არც ერთი ქართული გუნდი არ არის და კაცების გუნდი არ არის თამაშობილი და მაგაზე სხვა ჩვენს ისა ერთ კაცს ჰქონდა ძალიან კაი კომენტარი რომელიც ძალიან გამისწორდა რომ ირანის ჩემპიონატს ვინმე უყურებს ქართლის ფეხბურთს არ აღარ ირანის ჩემპიონატს ვინმე უყურებს ანუ what მართლა ანუ რა და ისა რა ქვია ხო ეგ და ანუ თან არის ტიპი რომელიც ვერ ვიტყვი ხა all due respect იმიტომ რომ მაგის გამო რაც ილაპარაკა მაგის გამო მაგრამ ანუ თუ ხარისხობრივებზე და მიღწევებზე და რაღაც merit based sexism-ი გაქვს მაშინ შენ ხარ ტიპი რომელიც პროფეხბურთელი არის და მალაიზიიდან გქონდა შემოთავაზება მარტო რა და ამიტომ შარა ხო კი იგივენაირად როგორც იმაზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე რაღაცა სპორტში რომ თვითონ რაღაც დივანი და რო არ ამდგარა და იქ აი ვინ მოერევა ის და უეჭველი ათლეტ ქალთან რო დააყენო ვერც ერთ სპორტში რო ვერ ანუ მაგრამ ეგ ის აქვს რა სეტაპი აი იმიტომ რომ პატრიარქალურ სამყაროში რო არსებობს ეგ სეტაპია დეფოლტად რომ აუცილებლად ის რაღაცებში უფრო ძლიერი რადგან არის გაიმარჯოს ძალოვან რაღაცებზე როცა არის ისა და არ არის ეგრე და check yourself. და აი უყურე მაგალითად კიდე ერთი აი მაგალითი სექსიზმი რა არის ვიღაცას თუ ჯერ კიდევ არ აქვს გაანალიზებული აი და ახალდე უსმინა. და ახლა მე რა იქრო ვა მაგრამ იქ ვინმე rage bait სპონჩი გვისმენდეს და თან გვაგინებს გვისმინეთ არა ვარ წინააღმდეგ საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივრები 24 საათი არიან მსაჯების გინებაში. ქალი მსაჯი, განაპირა მსაჯი რო დადგეს, ან ყოფილა შემთხვევები, როდესაც კაცების გუნდებში მთავარი მსაჯი ყოფილა ქალი და რაღაცა შეცდომა დაუშვია, იმაზე უთქვამთ, რომ ეს შეცდომა იმიტომ დაუშვა, აბა ქალს რომ მსაჯად დააყენებ, რას ელოდები. არა და მთელი საფეხბურთო კულტურა არის ის, რომ მსაჯს აგინებენ სულ. სულ მსაჯის ბრალია. ყველაფერი აბსოლუტურად. მაგრამ აი ეს კონკრეტული თამაში იმიტომ იყო ცუდი, რომ ქალი იყო მსაჯი, გაიგე? ხო და აი მაგ დროს რატო არ იმ ადამიანს ანუ ეგ რომ ის პირიდან რომ ამოვა ეს ანუ რატო ჯერ არ შეიძლება რომ დაფიქრდეს რომ ეხა მე ამას ამიტომ ვიძახი თუ ამიტომ მაგრამ არა არ უნდა იმიტომ რომ მაშინ უნდა აღიაროს რომ სექსისტი არის და მე თავის თავზე იმუშაოს და უფრო ადვილია რომ ესე ილაპარაკო მე იცვა ეს შენი ისინი რა ქვია იცვა sorry ფორმაზე მისარც ვიცი ეს შენი რაღაც დამახინჯებული აზრები და მე რა იმას ქნა რა არ ვიცი it's tiring მაგრამ ხო ანუ ლიბერალობა ძალიან დამღლელი არის და თუ ბაბური ვიჩხუბეთ ეხლა დასვენოთ კიდე ხო მაგრამ რა ვქნათ ხო რთულია სხვაზე უკეთესი რო ხარ სართული არის რა გავა და შრომას მოითხოვს შესაძლოა თუ გინდა რომ თავის ხოლმე უკეთესად იქცნო ამიტომ აუცილებლად
რეკომენდაციას უწევ ლიბერალის. საათია მე მგონი კი ვსაუბრობთ. მაგრამ რაღაცა კარგი well-rounded, ამიტომ თან ჩემ რაღაც ჩანმებს არ გეტყვი, მაგრამ იქნებ შენ მითხო რაღაცებს თქვა გინდოდა და მე იმდენი რაღაცები მოგაყარე, რომ ვეღარც დააფიქსირე. რავი, არა, არაფერი ისეთი ნიშნულოვანი არ მინახავს და არ გამიგია, მაგრამ ნუ ეგენი რაც ვილაპარაკეთ მეც ზოგადად ყოველთვის მაწუხებს ხოლმე ეგ თემები, ხო იცი შესაბამისად. ყველაფერზე. ეხლა გამახსენდა, რომ რაღაცა ბუნებრივად ხომ მივედით ამ სნეიპის განხილვამდე და რაღაცა პოდკასტი აქვთ კინემატოგრაფიულ პონჩში და იქ განიხილავდნენ ზუსტად ტაითლადაც ეწერა, რომ შავი სნეიპი რაღაცა და ძალიან დამეზარა მოსმენა. იმიტომ რომ არ მინდოდა რომ გაწებილებული ყოფილიყავი. აი ნო, ხო, აი ეგეც რაღაცებს რომ ნახულობ, არ უყურებ ხოლმე, იმიტომ რომ არ მინდა რომ კაკრას rage baiting-ი შეიძლება იყოს კარგი რაღაცები თქვა, მაგრამ აი არ მინდა რომ გავრისკო და ნერვები მომეწავო. ჩემთვის მე თვითონ ვიქნები ნერვები მოშლილი თუ შეიძლება. ჩემით თუ შეიძლება. ისა ვინმე თუ უსმინეთ გაგვიზიარეთ, კარგს ლაპარაკობდნენ თუ უცუდს, იმიტომ რომ მაინტერესებს ზოგადად რა ის არის რა განწყობა არის მაგის მიმართ ახალგაზრდებში თან მე მგონი ჩვენს პატარები იქნებოდნენ ხა იმიტომ რომ თან ისე მოსმენა არ მინდა ოღონდ მაგრამ თან მაინტერესებს ამიტომ თქვენ მოვიზეთ ნერვები არ გეშლებათ ეგეთ რაღაცას მოусმინეთ და ოღონდ პოდკასტის სახელი მახსოვს და არაფერი მაგრამ ის არის მაინც ვიტყვი. ნეტა ისა ეს როგორ ჩავწერე სპიკერებს რომ ცალ-ცალკე გამოიყვანს, მე მგონი ექსეტინგი დავტოვე და იმედია რომ რაღაც ანუ კარგად გამოჩნდება. არ ვიცი, დიდი ხანია ეს არ გვიქნია და აღარ მახსოვს როგორ კეთდება. რამე იყო კიდე საინტერესო ის ლაპარაკიც მინდოდა? რავი, მე მგონი რამე მოსაყოლი გვაქვს? არა მოიცეკეთ ბოლოში ის დაშვიდობების რაღაცები უნდა თქვათ ყველაფერი რომ უნდა მე ვარ ადამიანი რომელიც გვიქეცი ამათ უვაშებს ვივართ საკაია ხო უფრო გძელია ხო ეხა ხო ანუ იცი რა რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ ცოტა მარკ ტვენის იმაზე წავშულიყავი მაგრამ it was too much და მე აქამდე მქონდა მოპარსული და ეგ ძალიან მოკლე ტეხასელი რანჩერი ხარ არა ეხა უფრო მექსიკურია მე მგონი ეს ხო აი სომბრერო გინ აუ შემდეგი მე სომბრეროთი წარმოგვეჩინე თუ ისოვე აქ სადმე ძალიან თეთრკანიან ამერიკაში ვარ მე თუ ისოვე ხო შემდეგი თემა არის კულტურული აპროპრიაცია რომელზეც ასევე რაღაცა TikTok-ებს უსმენდი და ესე არაფერის ის არ მინდა დარისაჩევა მაგრამ მე მოვა ისე ჩვენთან ხო ესე მოდის ხოლმე შთაგონებით და ამასაც შეგვიძლია შევეხოთ და თან შენ მაგ კონტექსტიდან კარგად მასიზო გააზიარებ რაღაცებს. ხო და ესე იგი, არ ვიცი ამას დავტოვებ გამო ანუ ვიდეოში ვეჭველი დავტოვებ, იმიტომ რომ მაგის მონტაჟი მეზარება. ღიპიან ჩინელკაცებს ჩავსვამ. და მეტი რა ნახავ მე რამე თუ არის ჩასასმელი. ხო და უნდა გვისმინოთ. იმიტომ რომ ring light-იც კი ვიყიდე და უკვე არის ძალიან ბევრი ინვესტიცია გვაქვს ამ პოდკასტში შედებული და ენერგია გერგსაბასაც მიკროფონი უდევს. ხო და გვისმინეთ რომ validation-ი და ვალიდაცია მივიღოთ და გაგვიხარდეს და ენდორფინები წამოიღოს და კიდე ჩაწერა მოგვინდეს, იმიტომ რომ თან რთული პერიოდები გვაქვს, დაკავებულები ვართ, ფეხები ნახევარი ფეხი გვაქვს და ეს არის ამასობაში იქნებ ბარბემაც მოიცალოს და მასთან ჩვენი კლასიკური ეპიზოდიც ჩავწერო, რომელსაც ოღონდ ის მომზადება ჭირდება, ესე კი არ არის ხა რა. ესე რომ მოხვალდა rage baits მოყვები. და რაღაცებზე მოკლედ გამოგვიგზავნეთ ხმოვანი მესიჯებიც ჩვენს მეილზე, რომელსაც ვურთავთ ხოლმე ყველა პოდკასტს. დაგვიკომენტარეთ, გვემეგობრეთ, გამოგეხმაურებით, და რავი
გვისმინეთ და აი, გვისმინეთ. მაშინ ბოლოში მე რახან ბოლოში გამოვიდით აქამდე ვინც მოგვისმინა იმათთვის իրենց ეცოდინებას საერთოდ მაქვს, მაგრამ წიხوار დავაპლაგინებ, რა მოუჭარა და წიჭავსო. ჩემს ახალ YouTube-არხს დავაპლაგინებ აქ თუ შეიძლება. ესე იგი გავაკეთე არხი რომელსაც ქვია იუმორზე დადიოდი და ვყვები როგორ ავაწყოთ ხუმრობები და როგორ გავაკეთოთ და ვაწარმოოთ იუმორი და თუ ვინმეს გაინტერესებთ ეგ თემა და იქ დამასაბსკრაიბეთ და პირველი ვიდეო უკვე დავდე, სადაც მოვყევი რაღაცა headline-დან როგორ ამოვიღოთ რაღაცა ხუმრობები და პაходу პატარა 2-3 წუთიანი stand-up ბითი როგორ გავაკეთოთ და როგორ მოვემზადოთ stand-up-ისთვის და ასე შემდეგ და აქტიურად ვეცდები რომ ალბათ ძალიან ისევე რა, იმიტომ იცი ამდენი არხი გავაკეთე, ეხლა კიდე ლივერპულზე მაქვს ცალკე არხი გაკეთებული. კი და ვერაცერთ ვერ მიყვები და უბრალოდ ანუ I'm just supporting. იმიტომ თან ამ ლივერპულს მინდა რომ თან შევუხამო ეხლა ქალთა ფეხბურთი ცალკე და მაგაზე წამოვწიო, იმიტომ რომ პაходу ამაზე გარდა იმისა რომ ცოტა ვირჩუ სიგნალინგი არის, მინდა რომ დროზე მოვაჯდე ამ მატარებელს, იმიტომ რომ ძალიან მზარდი ბაზარი არის ქალთა ფეხბურთი და კომერციულად რაღაც მომენტში გამართლებული იქნება ეს და აქედანვე მინდა რომ მოვაჯდე მაგ მატარებელს. ხედავთ ამერიკაში წავიდა და კაპიტალისტი გახდა. პოლიტიკაზე კიდე ცალკე ვაკეთებ ხოლმე ვიდეოებს და კიდე ეს პოდკასტი კიდე ცალკე და კაროჩე მოკლედ ხო და ვისაც დაკავებულია ეს კაცი. ანუ რა ხელა პატივია რომ შეძლო და ჩავწერეთ. I don't know. როგორ ამ პოდკასტის ყოველთვის გამოვნახავ დროს, რა თქმა უნდა. კი არა და ეს like primary is არის, იმიტომ რომ აქ ამას არ მიაქვს რა დიდი ენერგია პირიქით, აქ უფრო თავისუფლად და ისე იქ უნდა დაუჯდე რაღაცები დავარისერჩო, სლაიდები ავაწყო, მე დავამონტაჟო და ცოტა დამღლელია ეს მაგიტომეც ის არის, ანუ მეორე ისეთივე დალაგებული და გეგმილი სეგმენტი რო გაგვეკეთებინა, მეც ვერ გავქეჩავდი და ეს ფორმატი ეს არის, რა ქვია. ესე იგი, გვისმინეთ, საბას ყველაფერი გამოიწერეთ, თან აი ხედავთ როგორ სასაცილო სათაური გაუკეთა, შეუძლია რომ რამე გაგიზიაროთ საინტერესო, ამიტომ უსმინეთ. და ისა, ხო, დანჩენი კი ვთქვი მანამდე და საბა ჩამოვა ევროპაში. მადლობა. შეიძლება იმაზე მალე ვიწერებ.